პატიმარი რამდენიმე 1000-ია საქართველოში. დანაშაულებრივ საქმიანობაში შემოგვიერთდნენ ამ აქციებზე და არა მხოლოდ პოლიტპატიმრების, არამედ ყველა უკანონო პატიმრების. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას მანამ სანამ ბოლო უკანონო პატიმარი იქნება საქართველოს ციხეებში. ან ეს ხელისუფლება მოვა გონებას და ჭკუაზე და გამოუშვებს ამ უკანონო პატიმრებს, ან შევცვლით ამ ხელისუფლებას და შემდეგ გამოუშვებთ ამ პატიმრებს ციხიდან. პროკურორები, მოსამართლეები, გაუმძიებლები, ცრომოწმეები, ცრუექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ აი ამ განაჩენების დადგომაში, აუცილებლად პასუხს აგებენ ინდივიდუალურად და პერსონალურად. ქართველი ვაჟკაცები არიან, რომლებიც სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან. ჩვენც იგივე პატიმრები ვართ, ოღონ გარეთა ვართ. ჩემი შვილი იყო გიორგაცის პარტიაში იყო, ახალგაზრდულ კავშირის თავმჯდომარე იყო. პირველად დააკავეს 315 მუხით, სახელმწიფო ღალატის წოდება. მე ეს ამოურიცხეს ისა. მე რატო დაკავებული ვერ გავიგე?